ახლა კი გასულ კვირისა თუ თვეების განმავლობაში თქვენ საქართველოში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე უამრავი რამ მოისმინეთ ჩინოვნიკებისაგან, პოლიტიკოსებისაგან, ექსპერტებისაგან თუ ჟურნალისტებისაგან, მაგრამ მთავარი აქ ესაა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საკუთარ სახლში, ეზოსა თუ ქუჩაში, რამდენად დაცულია თქვენი სიცოცხლე, ქონება თუ საქმიანობა. ხოლო ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ 4 წლის ბავშვის დაუთოება ისტერიულად შუქდება თუ მშვიდად, უნდა შევურიგდეთ თუ არა დანაშაულს თუ ის ადრეს ხდებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რას იზამს ციხიდან ამნისტიით გამოსული პოლიტპატიმარი თუ რეციდივისტი, როდესაც სამსახურს ვერ იშოვის და უმუშევრობის დახმარებასაც არ იღებს. რას იზამს ბოროტმოქმედი, რომელიც იფიქრებს, რომ პოლიცია დასუსტდა, ან ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ახლა თავად უნდა დაიცვას საკუთარი თავი. არსებობს უამრავი კითხვა, რომელსაც ახლა პასუხი სჭირდება, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით სტატისტიკაზე ვკამათობთ. კიდევ ერთი მკვლელობა თბილისის ცენტრში, მკვლელობა კახეთში, მკვლელობა აბაშიძის ქუჩაზე, მკვლელობა ციხეში, მკვლელის ვინაობა სამართალ დამცველებისთვის ცნობილია. ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ იურისტმა თამარ ჯიქია მიმკვლევის დასრულება შეძლო, რომელზე მუშაობაც 1 წლის წინ ჰქონდა დაწყებული. გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკა დეტალურად არ ქვეყნდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეუძლებელი იყო ისეთი განცხადების მოძებნა, რომელიც გადამოწმებადი იქნებოდა. ეკაბესელიას განცხადება კი კონკრეტულად ეხებოდა ამნისტიის ფონდს და ამნისტიის ფონდის შედეგად კრიმინალის გაზრდა შემცირებას. ის რომ კრიმინალი არ გაიზარდა ესეთი უპრეცედენტო ამინისტიის ფონზე, სადაც ჩვენ 60% პატიმრების გავათავისუფლეთ და იყო მოსალოდნელი, ბუნებრივია, რომ ფონი შეცვლილი იყო, ნახეთ საოცარი რამ, რომ 10-12% დაეხლა არის ბოლო თვეების, გაცილებით კიდევ უფრო მაღალი იყო კლება. ეკაბესელიამ ეს განცხადება კომიტეტის იმ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. რა თქმა უნდა 2012 წლის როცა მოხდა საყოველთაობის ამნისტია რაღაცა იყო, პრობლემები კრიმინალ მოიმატა, მაგრამ ახლა მინდა სულ პასუხისმგებლობით მოგახსოვდეთ, კრიმინალი არის შესანშო მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ აგვაყო ის კონკრეტული განცხადება და გადაგვემოწმებინა. კვლევისას ფაქტმეტრის ანალიტიკოსმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა მოიშველია. იმისთვის რომ ამნისტიის ფონი შეადარო, უნდა შეადარო ამნისტიამდელი და უკვე ამნისტიის შემდეგი პერიოდი, რაც არის 2012 და 2013 წლები. სწორედ ამიტომ ავიღეთ იანვარ-მარტის პერიოდი, პირველი კვარტალი. მხოლოდ ამ პერიოდის შედარება გავაკეთეთ, იმიტომ რომ სხვა პერიოდის შედარება იყო შეუძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 7 თვის სტატისტიკა, არ იყო დეტალური, შეუძლებელია იმის თქმა, რა სტატისტიკა, ანუ იგი მოიცავს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მოიცავს ყველა საგამოძიებო უწყებას, თან ეს რიცხვები არ ემთხვევა 2014 წელს გამოქვეყნებულ რიცხვებს. 2014 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად 2013 წლის პირველ 7 თვეში დარეგისტრირებულია 18170 დანაშაული. 1 წლით ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოტანილი ინფორმაცია იუწყებოდა, რომ 2013 წლის იმავე პერიოდში 1580 ერთეულით ნაკლები, ანუ 16590 შემთხვევა აღირიცხა. იზორი ამას დათვლის სხვადასხვა მეთოდიკით ხსნის. ის იყო ერთუთით ძველი მეთოდით შედგენილი სტატისტიკა, ახალი სტატისტიკა არის სიზუსტის მაღალი ხარისხით გამორჩეული. კითხვაზე თუ როდის დაიწყო სამინისტრომ სტატისტიკური მონაცემების დათვლა ახალი მეთოდით, მინისტრის მოადგილე პასუხობს. ახალი მეთოდით მუშაობა დავიწყეთ და ამის პირველი გამოქვეყნება მოხდა 2014 წლის ივნისში. ამავე თემაზე 2013 წლის 26 მაისს პოსტსკრიპტუმში გასულ რეპორტაჟში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის უფროსი ამბობდა, რომ სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდით დათვლა 2013 წლიდან დაიწყო. მაშინ ახალი მეთოდით დათვლილი პირველი კვარტლის მონაცემები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით იყო გაზრდილი. ამიტომ სამინისტროში ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ძველი მეთოდით გადაამოწმეს. 2013 წლის პირველი კვარტლის რეგისტრირებული დანაშაულის ფაქტები დავთვალეთ 2012 წელს როგორც ითვლებოდა იმ მეთოდოლოგიით. გამოვიდა, რომ დაახლოებით 10% გამოვიდა ზრდა მხოლოდ და არა 16. ყველა ამ ინფორმაციის გადამოწმებისა და გაანალიზების შემდეგ ფაქტმეტრმა ასეთი დასკვნა დადო. ეკაბესელიას განცხადება იყო მცდარი, გამომდინარე იქიდან, რომ ამნისტია გამოქვეყნდა 28 დეკემბერს, 2012 წლის 28 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის იანვრიდან მარტამდე დანაშაულმა იმატა.
ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებით სამართალდამცავი ორგანოების სტატისტიკაზე გავლენის მოსახდენად მძიმე დანაშაულს მსუბუქ კვალიფიკაციას აძლევენ. ივლისის გადაღებული მაგალითით, როცა სამინისტრო ამდენს მხოლოდ ერთი მკვლელობა მოხდა და არ და ვიცით ყველამ საჯაროდ მოხდა 5. გვაჩვენებს იმას, რომ სამინისტრო ცდილობს სტატისტიკის მანიპულაციით საზოგადოების შესწავლას შეიყვანოს. მოიყვანეს მაგალითი ავტობუსის მძღოლის ეგრეთ წოდებულ მკვლელობის ფაქტთან, ეგრეთ წოდებულ სატოვამო. ამ შემთხვევაში ადგილი არ ქონია განზრახ მკვლელობას, ამიტომ ეს ტყუილია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. საქმე აღიძრა 117 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გადავხედოთ აგერ კოდექსს და არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, უბრალოდ იქ გაუფრთხილებლობით სიკვდილი მოყვა, ანუ ეს არ არის მკვლელობა. მივიდა მოხსნა ეს უთო იმიდან და დაადვა ბავშვს ხელზე. ბავშვმა ინსტინქტურად დაძინებული ბავშვი იყო, უცებ წამოიყვირა და მიმაჭირებია პირზე ხელი. არ იყვიროსო. ამნისტიის შემდეგ მართველი კოალიციის ლიდერს ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გაუარესების მოლოდინი ჰქონდა. როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანს უშვებს ციხიდან, გასაგებია რომ იქ ზუსტი ფილტრი ვერ იქნება და გასაგებია იქ რომ პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვისაც ციხეში იყო. და რა თქმა უნდა, რაღაც რამდენიმე დღე შესაძლებელია რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. მე არ მქონდა მხედველობაში ეს მუდმივად და ხანგრძლივი პროცესი იქნება რომ გაიზრდება კრიმინალური სიტუაცია ქალაქში თუ საქართველოში. 50000 კაცი რომ გამოვიდა გარეთ. ერთი წელი უკვე ესენ გარეთ არიან, მიიხედეს სამსახური ვერ იშოვეს, შემოსავალი ვერ იშოვეს და მიუხედავად რომ სხვა გზა არ აქვს, ძროც საქართველოს და დაუბრუნდა. ეხლა ეს ხალხი შეესწება თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს, იქნება ჯოჯოხეთი. უმუშევრობა რომ დამნაშავეების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია, ამას სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში ცხადყოფს. დოკუმენტის თანახმად, რომელიც იანვრისთვის საანგარიშო პერიოდს ასახავს, ცხრილში სათაურით მსჯავრდებულთა გადანაწილება საქმიანობის მიხედვით მითითებულია, რომ დანაშაულის ჩამდენთა 92.7% უმუშევარია. სახელმწიფო მოემზადა და გააკეთა ამხელა აქტი, მას ამავდროულად უნდა ქონოდა გაწერილი როგორ დაესაქმებინა და როგორ მიენიჭებინა ფუნქცია იმ ხალხისთვის, ვისაც რეალურად უმეტეს შემთხვევაში რეალურად არაფერი გარეთ არ ელოდებოდა და ცალსახად შეგვიძლია თქვა იმის, რომ აღნიშნული პიროვნებები იგივე შეიძლებოდა აღნიშნული პიროვნებების იგივე საქმიანობა გაეგრძელებინათ და თქვა დაბრუნებულიყვნენ საჯელოსნების დაწესებულებებში. თუმცა ერთია სტატისტიკა, მეორე კი პოლიტიკური ოპონენტების კამათი, მაგრამ მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა საკუთარი უსაფრთხოების განცდაზე. საშინელება ხდება საქართველოში. ლავენჭრიან. თავის დროზე ქუჩაში ღამე მარტო სიარული არ მეშინოდა მართალი გითხრათ, ახლა მეშინია. მე პირადად ძალიან შეშინებული ვარ. სავარაუდოდ გაიზარდა. მართალია ხდება რაღაცები ხშირად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა გაიზარდა. ხოს გაიზარდა. რეალურად მართლა მატულობს. უარესებისგან მიდის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციას ისინი სრულად აკონტროლებენ. ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ. და შინაგან საქმეთა მინისტრი მთლიანად სამინისტრო არის აბსოლუტურად მოტივირებული. სიტუაცია სტაბილურია, სიტუაცია უბრალოდ მეტად საჯარო და გამჭვირვალე გახდა და ეს თვითონ ჩვენთაგანის მონაპოვარია. 100%-იანი გახდა დანაშაულებების გაშუქება. სტატისტიკური მონაცემები კაფეო ჩანს, რომ ძიმე და განსაკუთრებით დანაშაულების რაოდენობა არ იზრდება. იმ შემთხვევაშიც კი თუ დაუშვებთ, რომ ჩინოვნიკები მართლები არიან და მედია საჭიროზე მეტად აქტიურობს, ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება კრიმინალურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მსუყე საბადოა.